ყვარელწყალია სოფელი ფშავლების აი აქ ბაგის ხეობაში აქაური კაცი იყო მწერალი ვალერიან ჩეკურიშვილი რომელიც მუშაობდა გაზეთი საქართველოს ბუნება გამოდიოდა ეგეთი გაზეთი ჟურნალი ადრე კომუნისტებსა და იმ ჟურნალში მუშაობდა ეს კაცი რა ხო და მწერალი კაცი იყო მოთხრობები კრებულები აქვს გამოცემული იმ კაცს ხო და ერთი მოთხრობა აქვს იმას დაწერილი ქისტებზე აქვს დაწერილი მაგრამ იმ მოთხრობაში პატარა ეპიზოდია სადაც შემოდის მოქმედებაში გოგია ჭიჭოშვილი და მისი რაზმის წევრები შემოდის თქვენ შეიძლება არ იცით ხო აი მოთხრობა დაწერილი ოღონდ როგორ აქვს იცი ის რა თქმა უნდა ისე არ წარმოადგენს გოგია ჭიჭოშვილი როგორც თქვენ წარმოგიდგინეთ ახლა აქ როგორც წინააღმდეგობის რაღაცა საბჭოთა ხელისუფლების ასე არა ის წარმოადგენს როგორ კონტექსტში იცით რომ იმას ყავდა გოგია ჭიჭოშვილის აი იმ 4 კაცამის თავის საწვით ეტაპზე ყავდა ერთი მეგობარი თანამებრძოლი თუშიშვილი რომელიც მალე მოკლეს ხო და ვითომ აი ამ ვალერიან ჩეკურიშვილის ასეთი ეპიზოდი აქვს ხატრული ნაწარმოებები ბუნებრივია მოთხრობა ეს ასე აქვს ასე შემოყავს ჭიჭოშვილი რომ ვითომ ამ თუშიშვილს მოსწონს ვიღაც ქალი გოგია და ეს ბიჭი მის მეგობარი თუში მიდიან ამ ქალის მოსატაცებლად თუ რა არის მოსატაცებლად მაგრამ ვერ ახერხებენ იქ გაუგებენ ვიღაცები და ქალის შილი რა ალიანები ასე ვთქვათ და ვერ გაიტაცებენ ესენი და ესენი დაუწყებენ დევნას და ესენი გაიქცევიან ტყეში და შეაფარებენ ტყეს და ამის გამო გავიდნენ ყაჩაღად იმიტომ რომ ეს ამ ქალის ძმები თუ ვიღაცები უპირებენ ამათ დახოცვას ნუ აი სულ გამოაცალა ფაქტურად ყველანაირი საყრდენი გამოაცალა ამათ მოქმედებას ხომ გამოდის რომ ქალის გულისთვის გაიქცნენ ტყეში და გაყაჩაღდნენ ისინი რა ესეთი რაღაც გამოდის ну ეს მოთხრობა საბჭოთა დროს არის დაწერილი ბუნებრივია ახლა ვალერიან ჩეკურიშვილი ვერ გახსნიდა იმ კარტებს ეცოდინებოდა კი ბუნებრივია ჭიჭოშვილის რეალური ისტორია მაგრამ ვერ გახსნა ეს შეგურა მაგრამ კარგი აქ ის არის რომ ეს გოგია ყავს მოქმედებაში შემოყვანილი ეს იგი რაღაცას ნიშნავს და იგი მართალია სხვა ფორმით სხვა კუთხით რაღაც სხვანაირი საზრით რა შალითაში შეფურული მაგრამ ასეა თუ ისია პერსონაჟი გოგია ჭიჭოშვილი ლიტერატურაში ხსენდა იქ პირველად ხატრულ ლიტერატურაში ეს იყო ვალერიან ჩეკურიშვილის მოთხრობაში შემდეგ იყო კიდევ ერთი ფრუშკა მოსახლიშვილი ასეთი ნაკლებად ცნობილი მწერალი იყო ამ კაცსაც აქვს მოთხრობა დაწერილი მთელი მოთხრობა როგორ ქვია ყაჩაღის ბედიო თუ რაღაც ეპიზოდები ყაჩაღების ცხოვრებიდან ეს უშუალოდ მართ გოგია ჭიჭოშვილის არც ეგ თქვენ ნაწარმოები თუ იცდება ხო ფრუშკა მოსახლიშვილი იყო ასეთი ნაკლებად ცნობილი მწერალი რომელმაც დაწერა პატარა მოთხრობა პატარა ნუ 119 გვერდიანი რაღაც ეს 120 გვერდიანი მოთხრობა არის ხო და აი იქ იმას აღწერილი აქვს უკვე უშუალოდ გოგია ჭიჭოშვილის და მისი თანამებრძოლების შესახებ ყველა ამ მოთხრობაში ესაც ხატრული ნაწარმოებია ბუნებრივია და ის ასე დეტალურად და დოკუმენტურად რაღაც ესე არ უღრმავდება ამას ხო ნუ მეორე მწერალია ვინც უკვე ახსენებს თავის ხატრულ ნაწარმოებებში გოგია ჭიჭოშვილს ხო მე კიდევ ვინდა ტრისტან ახალმა გამოაქვეყნა წერილი ირტო ცრემლებად ნადენო ჟურნალი ისტორიანი თუ არ დამიჯერა ხო რაღაცაში გამოაქვეყნა ტრისტან 2011 წელს გამოაქვეყნა 2012 წელს ეს წიგნი გამოვიდა მე კიდევ ამ წიგნსაც გამოაქვეყნა რეცენზია და ამითი ამოიწურა ფაქტიურად აი ლიტერატურა რაც ჩვენ გვაქვს პრესაში გოგია ჭიჭოშვილზე გამოქვეყნებული ინტერნეტში იწერება მე გამოქვეყნა რამდენიმე წერილი კვირის პალიტრაში კიდე რამდენიმე კვირის პალიტრაში იყო და კიდე იყო ერთი რაღაცა ნუ ამ წიგნზე დაყრდნობით იყო დიახ ამ წიგნზე იყო დაყრდნობით ამაზე იყო ეს წერილებიც გაკეთებული დაყრდნობით ნუ ასე თუ ისე რაღაცები ნელ-ნელა იწერება მაგრამ წინააღმდეგობას ქმნის ის რომ აი ხალხში ტრიალებს ძალიან თუ თქვა ჩვენ ვამბობთ რომ ეს იყო თქვა კაცი რომელიც უპირისპირდა გამხედა დიდ მანქანას არის ხალხი რომელიც ამბობს რომ ეს კაცი აი მე ბერჯები დამიწერეს მე რომ დამიწერია თქვა მithumetes როდესაც ეს წიგნი გამოვეცი მე ერთმა ადამიანმა ლამის ჯვარს გამაქრა რომ რატო გამოვეცი ეს კლელი იყო ეს იყო ის იყო ყაჩაღი იყო რაღაც როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ნუ გასაგებია ხო რა თქმა უნდა გასაგებია ეხლა მე მესმის ეს ბევრი ადამიანური მომენტია იცი შეიძლება იყოს ზუსტად ვიღაც შპიონი იყო ის კაცი და მოკლა ბრძოლაში და ეხლა იმისი შვილი და შვილიშვილი ბუნებრივია გოგია ჭიჭოშვილის დადებითად ვერ მოიხსენიებს ბუნებრივია კონსტრუქცია გასაგებია ეს ადამიანური მომენტია და ეს მესმის და ამაზე გავჩერდა ვინ გამარჯვება ვერ ეთქვი ადამიანს რომ კარგად რომ რაც არ უნდა იყოს
მაგრამ ეს ქმნის იცით რატომ ხდება ასე მე ჩემთვის დიდი ხან წლებია ვფიქრობ ამ მომენტზე იცით წლებია ვფიქრობ რომ აი ნუ რა უნდა ქნას ადამიანმა რომ არიან ესეთი პერსონაჟები ესეთი რთული ბიოგრაფიის პერსონაჟები და აი ესეთ სიკვდილის სიცოცხლის საკითხთან არის დაკავშირებული მათი ცხოვრება ხო და არადა აკეთებენ გულწრფელად ძალიან დიდ საერო საქმეს ყოველ შემთხვევაში იმ კონტექსტში ჯდება მათი ნაღვაწი და ამავე დროს აი ეს ყოფით ნიადაგზე თუნდაც თქვა სიკვდილი აქვს შადელი ვიღაცისა და ეს ადამიანები ბუნებრივია ყოველთვის თუნდაც მოიხსენებენ რა რთული ბიოგრაფიის ადამიანები არიან ხო ხედავთ ესეთი ადამიანები რა ძალიან რთული ბიოგრაფიისანი არიან და ჩვეულებრივი ადამიანები რომ არ არიან კიდევ ამითაც დასტურდება რომ წინააღმდეგობრივი ეს ყველაფერი და ძალიან მით უმეტეს რა თქვენ კარგად იცით საბჭოთა მანქანა რანეილის იყო რა საბჭოთა ძალიან დიდო სტატია იყო ცილის წამების შორის გავრცელების შეიძლება ადამიანს დაეშავებინა თქვა დაემხელა რაღაც მისხალი და აი სპილოდ აქცევდნენ და მრავალფეროვან ჭორებს დაუყრიდნენ იმიტომ რომ ამ კაცის სრული დისკრედიტაცია უნდა მომხდარიყო ეს უნდა ყოფილიყო ის უნდა გადამალულიყო ის საკითხი ის პოლიტიკურად უპირისპირდებოდა იცით რა ხდებოდა აი მექანიზმი იყო შექმნილი ძალიან დიდო სტატური ის რასაც ის აკეთებდა უპირისპირდებოდა ის მომენტი უნდა დამიჩქმალულიყო და წინაპრაზე და გამოსულიყო ამ პიროვნების იგივე ჭორები ყოფით ნიადაგზე ვიღაც ცოლის დას რაღაც უთხრა ბიძაშვილს ასე გაუკეთა მეზობელსაც აი ესეთი ამბები თუ გადაფარულიყო და მიჩნილულიყო ის საქმე რასაც ის კაცი ებსახურა ეს ყველაზე ასე ხდებოდა მხოლოდ შეხვედრაზე არ ხდებოდა არავინ არ ფიქრობდა მგონი აქ არავაც ხალხი ეს ვიფიქროთ რომ მხოლოდ უწევს ბევრ ადამიანზე ვინ თქვა შეეჯახა საბჭოთა მანქანას ამას ყველაზე თითქმის ერთიაიგივე ყალიბის ჭორები ვრცელდებოდა და ცილის ну ეს იყო ჩვენ ბრძოლის იარაღი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის მათიც გვესმის ხომ სწორია ისინი თავს იცავდნენ ხელისუფლებაზე პოზიციაზე და ავცელებდნენ საკუთარი ხელისუფლების წრეებზე ასეთ ჭორებს ხო გასაგებია მაგრამ ჩვენი მოვალეობა ის არის რომ კვლევარის თქვა წერლის აი ესეთი ადამიანები სადაც აინტერესებს ესეთ რაღაც ისტორიული პიროვნებები და პროცესები ჩვენი მოვალეობა რომ ეს გაიფიქროს როგორღაც კარგად რაღაც ობიექტურად მეტნაკლებად ობიექტურად გაიფიქროს სიტუაცია და შემოაშორდეს ამ სახელებს ის ცუდი რაც ხელოვნურად და ტყუილად არის მიგრული და თუ კი რამე მართლა იყო რეალურად რაც თქვა არ ჯდება ისეთ სასწრაფოდ ესაც უნდა ითქვას არაფერი ამით ქვეყანა არ დაშავდება რომ ყველა ადამიანი ჩვეულებრივ შეიძლება უშევდეს შეცდომებს და ესაც ადამიანურია ხო სწორია მაგრამ ისტორიული პიროვნება რო არის ამას გვეც ვერ ვიცით ნიჭიერი პოეტი რომ ეს აი ჩანს ამ ლექსებიდან ხო სწორია რაც შემოჭრა ნიჭიერი პოეტი, ნიჭიერი მხატვარი, ნიჭიერი დამკვირვებელი, მუსიკალური ნიჭით რა მრავალხილნაცვლებული ადამიანი იყო. და მითვისებული და მიკრული არის აი იმ პროცესს, რასაც თქვი რომ 21 წელი რამდენიც მოდის. ანუ მე ასეთი აზრი მაქვს. საბოლოოდ რომ დავასხმო, აი რომ რაღაც შევაჯამოთ რა, ვინ არის გოგი ეჭვიშვილი. გოგი ეჭვიშვილი ურთულესი პიროვნების, ურთულეს ბიოგრაფიის პიროვნება, ის არის ნიჭიერი მწერალი, გასული საუკუნის 30-40-იანი წლების და სამწუხაროა რომ მას მოუხდა ამ გზაზე რა გზაც მან აირჩია და გამოერა ამ წინააღმდეგობის გზაზე მოუხდა ზოგჯერ ისეთი ნაბიჯის გადაცმაც კი რაც ადამიანის განადგურებას სამწუხაროა ეს თუმცა ეს ნიჭი და ეს ტალანტი რაც მას ჰქონდა ულებაყოფილი ვერასოდეს ვერავისგან ვერ იქნება ეს პოეზია ციცოცხლებს იმედია რა მე შეიძლება ხლა ცოტა დაბლიურადაც კი ვილაპარაკე და ვერ დავალაგე ისე როგორც მინდოდა ხო შევეცადე ეს ლექსების თუ წაგვეკითხა ყველა რომ გახმოვანებული იყო შევეცადე რომ აი პორტრეტი რაღაცნაირად მომიწოდებინა ეპოქის კონტექსტში მიხარქმის რა ქვია გოგია ჭიჭოშვილისა მე ვთვლი რომ ჩვენ ვალდებული ვართ რომ გოგია ჭიჭოშვილზე გაბედულად ვისაუბროთ არაფერი მოსარგებლებელი არავის არაფერი არ აქვს ეს კაცი არის ჩვენი ისტორიის ნაწილი ჩვენი წერლობის ისტორიის ნაწილია ჩვენი კულტურის ისტორიის ნაწილია და ყველაფერი რაც მიმალული და მიჩქმეული იყო გამოვიდეს ის სინათლეზე და შემდგომა თაობებმა თავად შეაფასონ უკვე ასეც მოხდება მადლობა დიდი ყურადღებისათვის